დედაქალაქის არჩეული მერი კახა კალაძე არის მატყუარა კაცი, პირდაპირ ვიტყვი ამას, ისევე როგორც საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების უკლებლივი ყველა წარმომადგენელი. პირდაპირ მნიშვნელობით ფლიდი მატყუარა პოლიტიკოსია, კახა კალაძეც მათ არ ჩამოუვარდება, სხვებს არ ჩამოუვარდება და ხშირ შემთხვევაში სჯაბნის კიდეც გაეჯიბრება და სჯაბნის კიდეც ასე მაგალითად პაპუაშვილს, ასე მაგალითად ყაველაშვილს, ასე მაგალითად ყობახიძეს საქართველოს პარლამენტად წოდებული თავყრილობის ცალკეულ წარმომადგენლებს, რომლებიც კიდევ ერთხელ ვიტყვი ამ სიტყვას ხელისუფლებრივ არიან მატყუარები. ისინიც მატყუარები. ანუ გარდა იმისა, რომ არიან რუსები, პრორუსები, რუსეთის ინტერესების გამტარებლები, უპრინციპოები, რეალურად საქართველოს სახელმწიფო ორგანიზმისთვის დანის დამსმელები სახელმწიფოებრივ სხეულზე, გარდა ამისა, არიან მატყუარები. ბიძი და ივანიშვილმა ჩამოაყალიბა ასეთ მატყუარებად, ოღონდაც კი გადარჩნენ. ოღონდაც კი იმ ვითარებიდან, იმ ჩიხიდან, რომელშიც აღმოჩნდებიან ხოლმე სულ უფრო ხშირად სხვათა შორის, გამოძორდნენ ყველაფერს გადგულობენ, მათ შორის წყვილსაც. ვიდრე გაანვაგრძობდე საუბარს თვალსაჩინოებაზე, მაგალითზე რა მოიტყუა ამჯერზე დედაქალაქის მერმა, მანამდე საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ მედიაზე ვიტყვი ორ სიტყვას. აი ამ ტყუილებს, პაპუაშვილისა, კალაძისა, ყობახიძისა, სხვებისა, ტირაჟირებას უკეთებს, ტირაჟირებას ახდენს ამ ტყუილებისა, სწორედაც რომ სახელისუფლო მედია, რომელსაც რასაკვირველია ვერ დაავალდებულებ, ან ვერ ეტყვი ამგვარ რამეს და ვერც გააკეთებენ, რომ სუთხრა, რომ ჩაუსწორონ კახა კალაძეს ამ შემთხვევაში თუ სხვა შემთხვევაში, მაგალითად პაპუაშვილს თუ მდინარაძეს სიტყვა ბუნებრივია, რასაც ამბობს რომელიმე საჯარო პირი, კალაძე საჯარო პირია, ის უნდა გადმოსცეს მედიამ თავიდან ბოლომდე, მაგრამ მედიის ვალდებულება არის, რომ საზოგადოებას ამცნოს სიმართლე. აცნობოს სიმართლე. და შესაბამისად, როდესაც ჟურნალისტებთან წოდებულებთან მიდიან ხელისუფლება წოდებული ბანდის წარმომადგენლები, კრიტიკული კითხვებით მიმართოს, კი, მაგრამ ეს ასე არ არის და აი როგორ პასუხობთ, როგორ გაგვატყუებთ. აი ამ კრიტიკულ კითხვებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეს ბანდა წანაზარდი, ქართული სახელისუფლო მედიის სახით ხელისუფლების წანაზარდი, თანადამნაშავია იმაში, რომ საზოგადოება ასე არის რუსულ მესიჯებ გავლენაში მოხვედრილი. ანუ რუსული მესიჯები, ფსბ-ში დაწერილი მესიჯები, ასე თუ ისე ახდენს ქართულ საზოგადოებაზე გავლენას და მედიად წოდებული იმედი, მედიად წოდებული არ ვიცი, რუსთავი 2, ესენი თანადამნაშავეები არიან. ეხლა ის მის კითხვა, კი, მაგრამ რამ შეცვალა თუ შეიცვალნენ ეს ადამიანები მაინც და მაინც და თუ იმ თავითვე არ იყვნენ ასეთები, ჟურნალისტებად წოდებულებს გულისხმობ, რამ შეცვალა ისინი? ხო, აი რაღაც 10 წლის, 14 წლის, 15 წლის წინ იყვნენ ნორმალურები, ან მეჩვენებოდნენ, რომ ნორმალურები იყვნენ. ახლა რამ შეცვალა და მე გეტყვით რამ შეცვალა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მაგალითად ტელეიმედის ცალკეულ წამყვანებს, ცალკეულ სახეებს, ასე ვიტყვი, აურაცხელი ხელფასი აქვთ. აი, ისეთი ხელფასი აქვთ, რომელზეც უარს ისინი ვერ ამბობენ და უკლებრივ ყველაფერზე მიდიან, უკლებრივ ყველაფერს კადრულობენ. ჩვენ, მათ შორის მეც ვისაუბრე რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი იყო თუ არ ვცდები, ვაკო ვარლაბავალიანის ხელფასის თაობაზე, გასაჯაროვდა უბრალოდ. და გაირკვა, რომ მას 39,000 ლარი ჰქონია ხელფასი, შესაბამისად მისგან 20 თანხიდან 20% ექვითებოდა და შესაბამისად 7,800 ლარი ექვემდებოდა, იმ შემთხვევაში ის კი თუ საპენსიო სიხდიდა კიდე რამდენი 780 ლარი დამატებით, ხო, პლუს მინუს. მოკლედ 35,000 ლარის ფარგლებში ხელზე ნამდვილად იღებდა. ისმის კითხვა, ვისი ხელფასით არ გასაჯაროებულა, ანუ სახელმწიფო სამსახურში ვინც არ წავიდა, მათი ხელფასი ბუნებრივია რომ საჯარო არ არის. ასე მაგალითად ტელეკომპანია იმედის ცალკეული თანამშრომლების. მე გაგიმხელთ რიცხვებს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია რაც არის, იმაზე გესაუბრებით და მოვუწოდებ. გავასაჯაროოთ, აი მაგალითად მე გავასაჯაროებ საკუთარ ხელფასს და თქვენს გაასაჯაროეთ. იმათმაც გაასაჯაროოთ საკუთარი ხელფასი. და კარგად აღმოვაჩენთ, რომ სხვაობა არის წარმოუდგენელი ეს ერთი, ოღონდ მე კი არ წუწუნებ ამაზე ამ კუთხით არ განვიხილოთ და არც არის ასე. არამედ იმას ვამბობ, რომ რაღა იღებენ ამხელა ხელფასს, შესაბამისად ისინი არიან გადაფსკვნილები.
მიჩვეულნი ამ ხელფასზე და შესაბამისად ამ უდენობის თანხას მიჩვეულები არიან და შესაბამისად გადაფსკვლელები, წანაზარდები არიან ხელისუფლება წოდებული ბანდისა. დავასახელებ კიდეც არა მარტო ზოგადად კი არ ვილაპარაკებ, არამედ დავასახელებ კიდეც. მაგალითად, ირაკლი ჩიხლაძე, ეს წანაზარდი, პროპაგანდისტი ქართული ოცნებისა, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით იღებს გროს ხელფასს, ანუ დარიცხულს 45-47000 ლარს. არ არის ეს ასე? გაასაჯაროოს. თუ ზაობას გამოთქვამს, რომ გაასაჯაროებს, დარიცხულ ხელფასს, ხელზე რას იღებს, ამაზე აღარ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ მას შემდეგ რაც იმედი დასანქცირდა, მაღალი ალბათობით ისინი ხელზე იღებენ თანხას. ირაკლი ჩიხლაძეა, ხო? მაგდა ანიკაშვილი არ ვიცი. ირაკლი ჩიხლაძისა ვიცი 45-47000 ლარის პარგლებში. გიორგი ფუტკარაძე ამდენივე თანხა თუ არ ვცდები თუ 50000 ლარი. აი ამ ორმა ადამიანმა გაასაჯაროს და დაადოს ნებისმიერ პირს, ინგა გრიგოლიას, გიორგი თარგაბაძეს, ირაკლი ტაბლიაშვილს, ხოსანაიას, სხვებს, ვინც იღებს ან ვერ იღებს ხელფასს ამ ხსენებულ არხებზე, ანუ TV პირველსა და ფორმულაზე და ნახოთ, შევადაროთ. აქედან გამომდინარე აიხსნება მათი პროპაგანდისტობა. ვერ ელევიან ამ 45000 ლარი დარიცხული ხელფასი თუნდაც მე 20% 22% გამოკლებული არის ძალიან დიდი თანხა. და ვერ ელევიან ამდენ თანხას. რომ ვიცოდეთ მაინც 30-35000 ლარი მაინც გამოძვით ხელზე ასაღები თანხა. ხო და ისინიც უწყობენ ამ ტყუილების ტირაჟირებას ხელს, ეს მინდა ვთქვა. ეხლა შეიძლება კალაძის მატყუარობას. თავდაპირველად წაგიკითხავთ რა თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაվել ჰერჩინსკი. მან ბრიუსელში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტო გამოფენა საქართველოს ფოკუსში გაიხსნა, თქვა შემდეგი. ყურადღებით მომისმინეთ. საქართველოს გზაგასაყარზე დგას. რა არის აქ გაუგებარი? არაფერი. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა. რა არის აქ გაუგებარი? არაფერი. მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს ეკუთვნის საქართველოს ევროპული ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდა. შემდეგი კანდიდატის მიერ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების თაობაზე. დიდი სიამაყისა და სიხარულის მომენტი იყო ეს. მას შემდეგ სამწუხაროდ საქართველოს სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება. ხელისუფლებამ აირჩია ალტერნატიული ავტორიტარიზმის მოდელი და საქართველოს ევროკავშირს აშორებს. ხა მესამე პასაჟი. ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის. ორწერტილი. ნუ დაკარგავთ იმედს, ბრჭყალებში ეჩასმული. ჩვენ არ უნდა დაუშვათ, რომ საქართველოს და შესანიშნავი თბილის სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაუბრუნდეს არ უნდა დაუშვათ. ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. მიაქციეთ ყურადღება უკლებლივ ყველა სიტყვას, სამოქალაქო ომს, სიღარიბეს, გაჭირვებას, კორუფციას. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ, როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან, ანუ ევროკავშირთან, თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ღეჭავ. მათ შორის ფუტკარაძეებისათვის, რომლებიც კიდე კრიტიკული კითხვით არ მიმართავენ კალაძეს თუ რავის კობახიძეს თუ პაპუაშვილს, რომლებიც ამბობენ იმას ევროკავშირზე, რასაც ამბობს კონკრეტულად კალაძე, გეტყვით 2 წუთში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, ამბობს პაվել ჰერჩინსკი, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი. ნუ ერთმანეთზე უკეთესი წინადადებაა ჩამოყალიბებული, გამართული, მართლადაც გამართული, დიპლომატიური, სწორი, მართებული, რა ვიცი, ბევრი სინონიმის თქმა შეიძლება ასაკვირველი. აი ამ წინადადებებს რო კითხულობ. როგორი კომენტარი უნდა გააკეთო, რომ სახარ საჯარო პირი. კახა კალაძე, რომელიც სხვათა შორის ეგრეთ წოდებულ ნიჩაბზეა, ბარემ ვიტყვი ამას. იმიტომ რომ მასაც, კობახიძესაც, მდინარაძესაც, რა ქვია იმას, ყაველაშვილსაც ნაწილობრივ ყაველაშვილი მაინც დანიშნული პრეზიდენტია, თუმცა არც ეს არ გამორიცხოთ. პაპუაშვილს, მდინარაძეს, კობახიძეს, კალაძეს. რეალურად ბიზინა ივანიშვილი ალბათ მაინც უფრო მოისვრის ისტორიის სანაგვეს. ესენი უძალიანდებიან, ხანდახან კალაძე ბედავს და ცოტნე ივანიშვილის, პაპუაშვილის არ იყოს, ცოტნე ივანიშვილის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს. დიდი ამბებია, მოკლედ სახელმწიფო კულუარებში, მე არ ვიცი სიმართლე გითხრათ, ვის დაეყრდნობა ივანიშვილი. გელაძეს არ ვიცი და ეჭვი მეპარება.
ნებისმიერ შემთხვევაში ანტიკობა, მნიშვნელოვნად ანტიკობა ხიძე პირი უნდა იყოს, თუ ეს ცვლილებები განხორციელდა. არავე თანხმები მოსაზრებას, რომ ივანიშვილი ამათ ვერ მოერევა. მოერევა, რასაკვირველია, სრული მონდომების, მოდი ასე ვიტყვი, ანუ არა ფერების, არამედ სრული მონდომების შემთხვევაში მოერევა დაახლოებით 24 წუთში, ანუ 24 საათში. კარგით, ჰერჩინსკის განცხადებას ხო მოусმინეთ, ანუ ის ამბობს, რომ შეშანიშნავი თბილისის ნომართმოყვარე ქართველი ხალხი უნდა დაუბრუნდეს ნორმალური განვითარების რიტმსო და ესე იგი, ნუ დავკარგავთ იმას, რომ ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველოს და შესანიშნავი სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ზალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. კორუფციაზეც ვიტყვი, რასაკვირველია. ერთმა ჯიხურმა შემოიტანა 700 მილიონი დოლარის ეკვივალენტი რუსული რუბლი. ამათმა აღიარეს, მე არ მიღიარებია, მე არ მithkoms ეს, ამათმა აღიარეს. კორუფცია, ღარიბაშვილი კორუმპირებულია, რომეო მიხაუტაძე კორუმპირებულია ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი კორუმპირებულია, სუსის ყოფილი უფროსი კორუმპირებულია. ყველა კორუმპირებულია და არ არის კორუფცია? გაჭირვება არ არის ჩვენს ქვეყანაში? ის იმ დროს, როდესაც ფუტკარაძეები 45-50000 ლარს იღებენ, თუნდაც 35-10000 ლარს, დაუშენის სინდრომით ეს დაავადებულთა მშობლები, ხო? წამალს ითხოვენ იმისთვის, რომ მათი შვილების სიცოცხლე გახანგრძლივდეს, ასე ვიტყვი. სიღარიბე არ არის, ნახეთ, რამდენი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეა ჩვენს ქვეყანაში. სამოქალაქო ომის წინაშე ამ ხიჩატეხილობის და უბსკრულის არსებობის გამო არ დგავართ ან არ მიმდინარეობს ვერბალური სამოქალაქო ომი, მათ შორის მათივე შექმნილი ტროლებისა და ბოტების მეოხებით და ძალისხმევით. ძალადობა არ ხდება ჩვენს ქვეყანაში. ხო და აი ამას ამბობს ჰერჩინსკი, რომ არ უნდა დაუბრუნდეთო, ჩვენო თქვენო ევროპული ოჯახის წევრი უნდა იყოთო და ამასთან დაკავშირებით მატყუარა კალაძე, რომლის სიტყვების ტირაჟირებასაც ახდენს იმედი და მოახდინოს პრობლემა არ არის. იმედით რომელიმე სხვა არხი. მოახდინოს, მაგრამ კრიტიკული კითხვითაც ხო უნდა მიმართო, შედალოცვილო, რაღაცაზე რომ ელაპარაკები, უნდა უთხრან კალაძეს, მაგრამ ვერ ეკითხებია, იმიტომ რომ 50000 ვინ გადაუხდის, მე 45 თუ 35.000. მოკლედ, კალაძე აი ამ რემარკების, ჰერჩინსკის ამ რემარკების პასუხად მატყუარა კალაძე ამბობს. ორწერტილი. ძალიან შემაშფოთებელი იყო განცხადება, რომელიც მოვისმინეთ. ანუ ის რაც უთქვამს ჰერჩინსკის თურმე შემაშფოთებელია კალაძისათვის, ანუ ბანდისათვის. საუბარი იყო ომზე, სამოქალაქო დაპირისპირებაზე. ნახეთ, იქ სხვა კონტექსტში არ უნდა დაუბრუნდეთ ომს და სამოქალაქო დაპირისპირებას. და ეს ბანდიტი ამბობს თითქოს ისე ამბობს, რომ თითქოს ჰერჩინსკის უთქვამს, რომ ომი დაიწყება. ამ ყველაფრის მოსმენა ძალიან ძირია. თუ აქამდე შენიღბულად და შეფუთულად ვიღაცეები მოგვიწოდებენ ომში ჩართვაზე, პირდაპირ გამოვიდა და ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებასა და ომზე. სად ისაუბრა? სამოქალაქო დაპირისპირებასა და ომზე. წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა, წაკითხulis შინაარსი, ალბათ მის ბავშვობაში, ჩემი ბავშვობის არ იყოს, ამ გვარამეს გთხოვდნენ მასწავლებლები, პედაგოგები სკოლაში სულ მინიმუმ. შესაძლოა რეპეტიტორი მანი არა თუ არა რეპეტიტორთან არ ვიცი. რომელ უმაღლეს სასწავლებელს ჩააბარა, არც ეს არ ვიცი. ფეხბურთი ითამაშა. ის რა ქვია, გალიანი ამას არ თხოვდა წაკითხული, შეიძლება თხოვდა კიდეც არ ვიცი, არ იგო საკი. ვერ გეტყვი. მაგრამ წაკითხულიდან შინაარსი ხო უნდა გამოიტანო. სად ამბობს ჰერჩინსკი? ნახეთ, ჰერჩინსკი ამბობს კიდევ ერთხელ არ ბეზარება. ნუ დაკარგავთ იმედს, ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველოს და შესანიშნავი თბილისის სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ზალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. არ უნდა დავუშვათ ეს, არც კალაძემ უნდა დავუშვას წესით და არც მე თქვენ, ფუტკარაძემ, ივანიშვილმა, ამის სოცხლები ვიცა ვართ, ჯანმრთელები, მეტნაკლებად და ასე შემდეგ, არ უნდა დავუშვათ ეს. თუ ამ ქვეყნისთვის ვართ და არა კალაძისავით ბანდიტები, ან იმედის ცალკეული თანამშრომლების გავსად ბანდიტთა წანაზარდები და ისინი ის დავასახელე იმედის თანამშრომლებს მიმართავ აი 2000 რო გაქვთ ხელფასი ან 2500 ისიც თუ არა კი არ გაპირისპირებთ მაგრამ ისიც თუ არა რომ აი ამ პროპაგანდისტების ხელფასი არის 40-50-50-50000 და თუ არა და გაასაჯარო პირობას ვდებ საჯაროდ თეატროლოგიას უყარდა ხოლმე თქმა ცეცხლზე ვდებ ხელს რომ მეც გავასაჯაროებ საკუთარ შემოსავლებს. ყველა მთელ საბანკო ამონაწერს დავდებ. მათაც დადონ ჩარიცხვების ამონაწერი. მთელი საბანკო ამონაწერი არ მინდა, სად გადაიხადეს, რომელ რაღაც მაშინ აგროჰაბში იყვნენ, პირობითად ლაპარაკობ. არა,
არ ვლაპარაკობ ამაზე, სად დახარჯეს მათი ნება, რაღაცა ბჭყალებში თუ ბჭყალებოთ კანონიერი ხელფასი აქვთ, მაგრამ აი ეს 40,000 ლარით, 45,000 ლარი გარწმუნებთ, რომ ევროპის პრაქტიკულად არც ერთი მაუწყებლის, მათ შორის ევროკავშირის მიღება ბრიტანეთის მაუწყებელ BBC-ს წამყვან თანამშრომლებსაც კი არა აქვთ. არ გჯერათ ჩემი ChatGPT ყველას აქვს ტელეფონებში. კითხეთ, აი მარტივი კითხვა დაუსვით, ჩამოვაყალიბოთ ერთად. რა არის საშუალო ხელფასი BBC-ს წამყვანისა, კორესპონდენტსაც არა, BBC-ს საავტორო გადაცემის წამყვანისა. 40,000, 45,000 ლარი 3-ზე რო გავყო ევროზე, არის 15,000 евро. 15,000 евро ალბათ ცოტას აქვს BBC-ზე და კონტინენტური ევროპის მედია საშუალებების ჟურნალისტებს, წამყვანებს, საავტორო გადაცემის წამყვანებს არ აქვს. რაში უხდიან ფულს პროპაგანდაში, რომ კალაძეს ეს კითხვა არ დაუსვან. რომ რატო გვატყუებ, ეს არ გკითხო. და ბუნებრივია, რომ ფულს როცა იღებ, რა მაგარია, ბიჭო? ყველაფერს დაამტკიცებ, ყველაფრის დამტკიცების უნარი გაქვს. სურვილი გიჩნდება. გავაგრძელოთ ბანდიტი კალაძის ციტირება. ესე იგი, სამოქალაქო დაპირისპირებაზე ელაპარაკაო ხერჩინსკი მოტყუილია. დაემუქრა ქართველებს ქართულ სახელმწიფოს. საკითხულის შინაარსი. პირველი რაც უნდა მოხდეს ელჩის დაბარება. კონკრეტული კითხვები უნდა დაისვას. მაკაბოჭორიშვილი სურთყამს ისვა შენო დაიბარეო რა. საქართველოს არ გადაუხვევია დემოკრატიული ქვეყანა ვართ სუვერენული. ეს რო არ იყოს YouTube ბლოგი და სანმე სტრელკაზე რო ვიყოთ დაბარებულები მე და კალაძე და ჩვენ და კალაძის ბანდა, ეგრა მაგის პასუხია ის ინფორმაცია სწორია, ვერას ბანდას რო დაუპირისპირდა კალაძის ბანდა, არ ვიცი ვარა მე ამ გავრცელა, მე არა მაქვს ინფორმაცია აქ ვეგეთქვი. სტრელკაზე რო ვიყოს, ანუ რაღაცა გარჩევა რო იყოს, უნდა დააგინო პირდაპირ მნიშვნელობით, გადაუხვია თუ არა საქართველოს დიდი ხანია, მაგრამ განსაკუთრებით 2024-28 ნოემბრიდან ევროპული გზიდან. სუვერენიტეტი ჩვენ სინამდვილეში ამაზეც ვიტყვი. ყველა სიტყვაზე უნდა შევჩერდე. არ არის იზოლაცია, არ უნდა იყოს იზოლაცია. სუვერენიტეტი არის განმტკიცებული მაშინ, როდესაც შენ საერთაშორისო თანამეგობრობა გიცავს და მასთან გაქვს მჭიდრო ურთიერთობები. კალაძე და ბიძინა ივანიშვილი პირველ ყოვლისა, ივანიშვილი და მისი პაჟები. ყველაფერს აკეთებენ საქართველოს იზოლაციისთვის. ეს არ არის სუვერენიტეტი. ეს არ არის დაცული სუვერენიტეტი. თუ გინებავთ ასე აღვხსნი, რომ კარგად იყოს აღქმული გაგებული ქართული ოცნების მომხრეთა მხრიდან თუ მიერ. დაცული სუვერენიტეტი ნიშნავს სუვერენიტეტის განმტკიცებას. თუ სუვერენიტეტი დაცული არ არის, შენ ხარ იზოლაციაში მოხვედრილი ქვეყანა და შესაბამისად იოლად მოსაიღლიავებელი, მოსანადირებელი. შენი ისტორიული ან მარადიული ან გახანგრძლივებული მტრის ამ შემთხვევაში რუსეთის მიერ. ეხლა აგზელებს. თუ ვინმე სურვილი აქვს თავში წამოგვარტყას და თავის ხუშტურებზე იმოქმედოს და იცხოვროს ქართველმა ხალხმა და სახელმწიფომ, ასე ვერ იქნება. ეს ხო გავიგეთ კაცო 1 წლის წინ, 2 წლის წინ, 5 წლის წინ, 3 თვის წინ, 7 წლის წინ ამას ლაპარაკობდა. ისედაც. ჩვენ მეგობრები გვჭირდება და არა ბატონები. თითის მქნეველები. თითი დაუქნიო იმისთვისაც დაუქნევიათ, სადაც გაზდით ეს ჩვენთან არ გამოვა. ჩვენი პოლიტიკით ვემსახურებით ქვეყნის ინტერესებს. და როგორ ემსახურება კალაძის ინტერესს, კალაძე და მისი გუნდი პოლიტიკით ამხიან ქართული ოცნება ქვეყნის ინტერესებს, კორუფცია არ არის. ის ბიუჯეტი, რომელიც აქვს დავიციკლებ ტელეკომპანია იმედზე, რუხაძის პირობებში თუ რუხაძის გარეშე, ტელეკომპანია იმედს, ის ბიუჯეტი რომ აიღოთ და გადასცეთ ამა თუ იმ დაავადებით დაავადებული შვილები, ბავშვების მშობლებს. უკლებლივ ყველას თუ არა 50%-ს მაინც ეყოფ. რუსთავიორისაც რომ მიუმატოთ, ეყოფა. კორუფცია, რომელიც მათ შორის მერიაშია გამეფებული და მთავრობაში იყო, რატო უნდა გამიკვირდეს, რომ მთავრობის თავმჯდომარე თუ იღებდა ფულს, თუ ბანდიტობდა, თუ ოქროს ზოდებს აგროვებდა, თუ მაჯისაათებს ყიდულობდა თითო 50,000 ლარი მინიმუმ, თუ 7 მილიონი ოფიციალურად და კიდე 10 ამდენი არაოფიციალურად აღმოუჩინეს, ჩაატარინეს თანხა და ახლა 9 კვადრატულ მეტრშია, ირაკლი ღალიბაშვილი, მისი უფროსი, რატო უნდა გამიკვირდეს, რომ კალაძესთანაც იქნება ეს კორუფცია? თუ არ აღმოჩნდა ბაღების ამბავში, კვების ამბავში, მომარაგების ამბავში და რაღაცეებში არ აღმოჩნდა კორუფციული ფაქტები არ გამოაშკარავდა? თევზი ყოველთვის ხარს თავიდან. კალაძე არის აყროლებული თევზის თავი. აი ამ სისტემისა ერთ-ერთი კონკრეტულად მერიისა, ესე ვიტყვი. შეიძლება ფული არ ჩააქონდათ, არ ვიცი, ვიღაცებს კალაძესთან, საკვებზე რო უტეხავდნენ,
ბავშვებს. შეიძლება არ ჩახქონდათ მისთვის უშუალოდ, მაგრამ მე რა ვიცი. გამოიზია ეს პროკურატურამ, გამოიზია ეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოიზია ეს სუსმა. როგორ გამოიზიებდა სუსი, როცა მდინარაძე იყო კალაძის მფარველი. ვინ მისი მფარველია და ვინ მიზია გადაფსკვნილი, კიდევ ღმერთმა უწყის. და ასე შემდეგ. მოკლედ მატყულა რა კახაკალაძე. ეხლა ბიზინა ივანიშვილს რა გზა დარჩენია ამგვარი ანალიზის არსებობს, ვაი ცოტნეს გამოყვანით, გამოგორებით, თუნდაც ასე ვიტყვი. არა, მრგვალი კაცი კი არ არის, ბურთივით მრგვალი კაცი კი არ არის, ცოტნე ივანიშვილი, ხო? ერთი ახალგაზრდა კაცია, რომელიც საკმაოდ კარგად მეტყველებს. გამოიყვანა რასაკვირველია ბიზინა ივანიშვილმა შვილი და იმან ელაპარაკა ის რაც აი ესე მოწმენდილ ველზე მოწმენდილ ცაზე კი არა, მოწმენდილ ზედაპირზე, ხო, არაფერი არანორმალური მის ნათქვამში არ არის. იქნება ვილაპარაკოთ. რაღაც დათქმები კი ჰქონდა ახალგაზრდა კაცს, რომ ვილაპარაკოთ იმ შემთხვევაში თუ და ასე შემდეგ, მაგრამ ისე რომ აიღო ცალკერძ, ხო, არაფერი არანორმალური მას არ უთქვამს. უბრალოდ ამბავი ის არის, რომ მამამისმა გვესროლა, მამამისმა დაგვაპატიმრა, მამამისმა შექმნა ეს რეპრესიული კანონები, მამამისმა გააჩინა პოლიტიკა სინდისის პატიმრები, მამამისმა დაავალა რომ ესროლათ და რომც არ დაევალებინა უშუალოდ მამამის ვინმესთვის, გომელაურისთვის, სროლა გამოყენება ქიმიური არაღისა, მაინც თევზი კლავ იმეორებ თავიდან ყარს და თუ ბერიის მასშტაბში ყარს თავიდან კალაძიდან, ანუ ქვეყნის მასშტაბში ყარს თავიდან, ანუ ივანიშვილი ბიზინადან. მაგრამ კარგით გავარებოთ თავი მოწამას. გამოვიდა რაც ილაპარაკა, ის ილაპარაკა ამ ცოტნე ივანიშვილი. კალაძე მათ შორის დაუპირისპირდა პაპუაშვილი მათ შორის დაუპირისპირდა ცოტნე ივანიშვილს. თითქოს არ ჩანს ეს ყველაფერი, მაგრამ რეალურად აქ როგორ ჩანს რაღაცა შუხურებია საახელისუფლო კულუარებში. და რაღა იშუხურებია, ვინი ვისო, ასე თუ იკითხავთ, მე გეტყვით პირდაპირ ივანიშვილი ოღონდ უნდა მოინდომოს, რომ დაკლას ესე. დაკლას რეალურად გადაყვანით, რაღაც როქით ივანიშვილი კი რა გვარი ეს მდინარაძეს ის სამინისტრო შეუქმენით, რაღაც გელაძე მოვაწინაურეთ დავაწყა. ამით კი არა, არამედ უნდა დაკლას რეალურად და ეხლა როგორ შეიძლება ითქვას, რომ ნორმალურები ხავს საერთოდ ქართულ ოცნებას, მაგრამ მეტნაკლებად ნორმალურები კომპრომისებზე წამომსვლელები, პოლიტიკური დღის წესრიგის დამაბრუნებლები, არ ნაკლებად ან არარეპრესიულები უფრო ზუსტი რომ იყო, პატიმრების განმანთავისუფლებლები და ასე შემდეგ, უნდა გამოიყვანოს ასპარეზზე და მერე უნდა გადააბაროს ხელისუფლება, თუ უნდა რამე. ცოტნეს, ივერას, რა ვიცი და ასე შემდეგ. რაც შეეხება კალაძეს, კალაძე ბანდიტია. იყო, არის და იქნება. და ძალიან მძიმე გარწმუნებთ ძალიან მძიმე დაასრულებს ისიც რა მოხდება მერე ეს ფუტკარაძეები მას ჩაარტყავენ ლახვარს სურგში. აი ესე მოხდება, როგორც ღარიბაშვილზე შეირნობენ ახლა, თითქოს ღარიბაშვილის მონები და მორჩილები არ ყოფილიყენ, იმიტომ რომ 40045 წელიწადი აქვს ხელზე ასაღები თუ დარიცხული ხელფასი. და ყველაფრის გაправება ბიზვალდებულება აქვს. და სხვანაირად ვერც შვრებიან, იმიტომ რომ გადაეფსკნენ. როცა გადაეფსკნები აი ამ გვარად ახარ გაერთიანებული, შეერთიანებული, შეზრდილი ხელისუფლებასთან, ხო, მე გამოძრომა ძალიან ჭირს, არ უნდა გააკეთო თაბიდანვე. ასეა. ეს ხო, კიდე ის თქვა მინდოდა. ის თქვა მინდოდა, რომ კალაძე ბანდიტია და ძალიან მძიმედ დაამთავრებს, მას ფუტკარაძეებიც ჩაარტყავენ ზურგში ლახვარს და აღაი დემოკრატიული საქართველო მინდა მე და მინდა დემოკრატიული საქართველო. გამოვა რომ კალაძეს მე დავიცავ, მე პერსონალურად საკუთარ თავზე არ ვლაპარაკობ, ცხადია. ის საზოგადოება, რომელიც დემოკრატიული საქართველოს შექმნისაკენ ისწრაფვის, რომელსაც უნდა რომ მართლმსაჯულება კალაძის მიმართ თუ სააკაშვილის მიმართ, ჩემს მიმართ თუ ფუტკარაძის მიმართ, ივანიშვილის მიმართ თუ მეზოვე გრიშას მიმართ, ხო, იყოს თანასწორი და სამართლიანი. ერთნაირად სამართლიანი. რომ ზე ყველას ერთნაირად მოგვეფინების, ესეც რომ ვიცოდეთ, ხო? ვარდებს და ნეხვებს, რომლებიც არიან უკანასკნელნი საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებაში. რუსთაველზე თუ გადამიყვანთ ძალიან გთხოვთ. მაინც ვერაფერს ვერ მაიგებს, ვერც კალაძე, ვერც ივანიშვილი და ვერც ფუტკარაძე და ვერც ვერავინ.